ივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. მოგესალმებით, ჩვენი ეთერში ვართ. ისე გვისმინეთ რადიო 95 და 5-ზე, FM 95 და 5-ზე. რომელსაც Cybertalk-ი ისე თქვენთან არის. ჩვენი დღევანდელი თემა არის საკმაოდ აქტუალური და საინტერესო თემა არის და ეს თემა ეხება ყოველ ჩვენთაგანს, როგორც ვთქვათ, ყოფი დონეზე ასე ვთქვათ. მათ თემა არის პერსონალური მონაცემების დაცვის აქტუალობა და მნიშვნელობა და რა არსებული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ზოგადად და რა მდგომარეობა ზოგადად მსოფლიოში და როგორ ხდება ჩვენთან ვთქვათ ამ პერსონალური მონაცემების მიმართულებით რა ხდება, როგორ ხდება ამისზე ისაუბრებს ჩვენი სტუმარი არჩილ ჯაბელიძე, რომელიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბატონო არჩილ, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა რომ გამონახეთ და მოხვედით. ჩვენ ამ თემებზე სასაუბროთ და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. საუბარი საინტერესო იქნება ჩვენი რადიო მსმენელებისათვის, თქვათ, ეს თემები საინტერესო იქნება, თქვათ, რა საფრთხეებია, რატომ მნიშვნელოვანია ეს პერსონალური მონაცემების დაცვა, რატომ არის აუცილებელი, რომ თქვათ, შეინახონ თავის პერსონალური მონაცემები და გაუფრთხილდნენ მათ, იმიტომ რომ თემა არის ესეთი, რომ თქვათ, ასაჯეროები ხოლმე ხშირად ყოველში. თოთ მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, თემით დაინტერესებისთვის. მივესალმებით ჩვენს მსმენელს. კეთახმებით, რომ პერსონალური მონაცემები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ზოგადად და საკმაოდ დიდი გამოწვევები არის დღესდღეობით მსოფლიოში. მიმოვიხილოთ არსებული მდგომარეობა, შემდგომ ვისაუბროთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და შევეხოთ სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც მოგეხსენებათ ზედამხედველობას და კონტროლს უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებას და მის კანონიერებას. 2018 წელს ამოქმედ და GDPR-ის, ეს არის ევროპული მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია, რომელიც თავისთავად ახალი სიტყვა იყო პერსონალური მონაცემების მიმართულებით. აღნიშნული რეგულაცია პირველ რიგში გამოირჩევა იმითი, რომ მოქმედებს გარდა ევროსაბჭოში წევრი ქვეყნებისა, დამატებით მოქმედებს ევროსაბჭოს მიღმაც, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია გავრცელდეს მათ შორის საქართველოსაც. GDPR-თან დაკავშირებით უფრო მეტად გამკაცრდა ინდივიდის უფლებების დაცვის მიმართულება და შესაბამისად მონაცემთა დამუშავებლებს დაეკისრათ უფრო მაღალი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულონ მონაცემების დამუშავების დროს. შევეხოთ მათ შორის სხვადასხვა кейს, მიმოვიხილოთ არსებული მდგომარეობა მსოფლიოში და მათ შორის ვისაუბროთ საქართველოში რაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს პერსონალური მონაცემების არასათანადოდ დამუშავება. არის ერთ-ერთი кейსი შეიძლება თქვა ამ მიმართულებით. მე გუგლთან მქონდა რაღაც პრობლემები, იყო გუგლთან დაკავშირებით, იყო რაღაც თქვა სხვა кейსები იყო. კი ბატონო, ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული кейსი, რაც GDPR-ის ამოქმედების შემდგომ გავრცელდა, ეს იყო Google-ის кейსი, რომელიც საფრანგეთის საზედამხედველო ორგანომ დააჯარიმა იმისთვის, რომ სათანადო ინფორმირებას არ ახდენდა მომხმარებლების, მათი მონაცემების თუ მომხმარებლებს რა მონაცემებს ამუშავებდა, სათხდებოდა ამ მონაცემების შენახვა და ეს არ იყო გამჭვირვალე პროცესი. ანუ მომხმარებლებისთვის ეს პროცესი იყო საკმაოდ გაურკვეველი, შესაბამისად საფრანგეთის საზედამხედველო ორგანომ იმსჯელა ამ მიმართულებით და მიიღო გადაწყვეტილება, რომ Google-ი დაეჯარიმებინა, იმიტომ რომ ვერ პასუხობდა GDPR-ით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს და სანქციაც გაზრდილი არის ამ რეგულაციის მიხედვით, წარმოადგენს საკმაოდ სოლიდურ თანხმობრივ ნაწილს, ეს შეიძლება იყოს 10 მილიონიდან 20 მილიონამდე, ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით მეტი არის და მიმული არის პირდაპირ კომპანიის ბრუნვაზე. ამ შემთხვევაში Google-ის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპანია დააჯარიმა საფრანგეთის საზედამხედველო ორგანომ 36 მილიონი ევროთი. ასევე მაგალითის დონეზე შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი ავიაკომპანიის მაგალითი, რომელიც ასევე დაჯარიმებული იქნა საკმაოდ სოლიდური თანხით, ეს არის 25 მილიონი ევრო, იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო თავისი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საბანკო ბარათების მიმართულებით. ანუ მომხმარებლები იყვნენ რეგისტრირებული ავიაკომპანიის
კლუბში, ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად ავიაკომპანია აგროვებდა სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის საბანკო მონაცემებს და 400.000-მდე პირის საბანკო ინფორმაცია იქნა გამჟღავნებული, შესაბამისად აღნიშნული ავიაკომპანიაც იქნა სამართალდამცავად ცნობილი. მნიშვნელოვანია გამოვყოთ, რომ გარდა იმისა, რომ თანხობრივი ზიანი ადგება გარკვეულ კომპანიებს, ასევე მნიშვნელოვანი არის უშუალოდ მონაცემთა სუბიექტის უფლებების კუთხითაც შევაფასოთ ეს გარემოები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მონაცემების გამჟღავნება შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტს და ამ თანხობრივმა სანქციამ ვერ დააბალანსოს ის არასწორი ქმედება, რომელიც ამა თუ იმ მონაცემთა დამუშავებელის გაუმართლებელ საქციელს შეიძლება ესე დავარქვათ მოყვა. რა ზიანს ზოგადად შეიძლება მიადგეს სიტყვაზე მომხმარებელს მონაცემთა დაცვისას თქვათ გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ხო? კი ბატონო, ჩვენ და შეუცნობლად რაღაცას ვასვით ამ მონაცემებს ჩვენ პირად მონაცემებს და რა ზიანი შეიძლება მოგვაწოდოს? კი ბატონო, საკმაოდ კომპლექსური საკითხი არის, იმიტომ რომ ზიანი შეიძლება იყოს როგორც პირადი ცხოვრების კუთხით, ასევე ფინანსური მდგომარეობითაც მოგვადგეს. აი მაგალითისთვის მოვიყვანოთ, პირობითად პირი მივიდა რომელიმე კლინიკაში, გაუწიეს გარკვეული მომსახურება, შემდგომ ამ ინფორმაციამ გაჟონა, გამჟღავნა მესამე პირებზე და შესაძლოა არის ამ პირის სამომავლო ცხოვრებას და პიროვნულ განვითარებას მუდმივი ზიანი მიადგეს იმ კუთხით, რომ მისი პიროვნების სტიგმატიზირება მოხდეს. გარდა ამისა, ფინანსური კუთხითაც შესაძლებელი არის გავრცელდეს ჩვენი საბანკო ბარათების შესახებ ინფორმაცია და ამ კუთხითაც მოგვადგეს ზიანი და დამერწმუნებით, რომ არასასურველი არის, როდესაც სიანსა და დამდგარ შედეგს შორის ბალანსის დაჭერა არის საკმაოდ რთული, ანუ კი ბატონო. ჩვენ შევეხეთ ფაქტობრივად კომპანიების მხრიდან თქვათ ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცულობას. კი, თქვათ მუშაობენ რაღაც კომპანიაში მუშაობს თქვას და უკვე კომპანიას ვალდებულება აქვს ჩვენი პერსონალური მონაცემები დაიცვას. გარკვეული ვალდებულება. ამ მხრივ თქვათ თქვენ რა მიზეზამხედველობას აწარმოებთ რაღაც კი ბატონო, როგორც მოგახსენეთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ზედამხედველობას უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონირებას. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ჩვენი სამსახურის. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გარდა იმისა, რომ სწავლობს კონკრეტულ შემთხვევებს, ეს იქნება თქვათ განცხადებით მომართვიანობა თუ შეტყობინებები, ამის გარდა საკუთარი ინიციატივითაც ახორციელებს გარკვეულ შემოწმებებს, შეიძლება თქვათ მასმედიის საშუალებით გავრცელდეს რაღაც კონკრეტული ინფორმაცია. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს აქვს მაგის უფლებამოსილება, რომ განცხადებების გარდა საკუთარი ინიციატივით ჩაატაროს ესა ამა თუ იმ საკითხის შესწავლა. ასევე მნიშვნელოვანი არის ცნობიერების კუთხით, ხო? მოგეხსენებათ პერსონალური მონაცემები ზოგადად 2011 წელს ამოქმედა საქართველოში კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. 2013 წელს შეიქმნა უშუალოდ აპარატი. შესაბამისად, ცნობიერების კუთხით არაერთი ქმედითი ნაბიჯი იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან. ეს შესაძლებელი არის იყოს როგორც შეხვედრები, მაგალითად ეხა ზაფხულში გქონდა რეგიონული შეხვედრები სხვადასხვა წარმომადგენლებთან ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის მოვისმინოთ ის გამოწვევები, რაც მათ აქვთ, ასევე გაუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და შეჯერებულად მოხდეს ამ პროცესის განვითარება. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გასცემს წერილობით კონსულტაციებსაც დაინტერესებული პირებისთვის, ასევე სატელეფონო კონსულტაციის კუთხით სამუშაო საათებში ორშაბათიდან პარასკევამდე უწევთ დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კონსულტაციებს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ პანდემიიდან გამომდინარე საჭირო გახდა, რომ ვიდეო ლექციების კუთხით ჩაგვეტარებინა და მიგვეწოდებინა ინფორმაცია შესაბამისი პირებისთვის. ამასთან მნიშვნელოვანი არის, რომ ტარდება სხვადასხვა ცნობიერებს ასამაღლებელი ქმედებები. ეს მათ შორის შესაძლებელია იყოს ინსპექტორის გადაწყვეტილებების ბროშურის სახით გამოქვეყნება, რომ როგორც მონაცემთა მე მაინც შეიძლება რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ცნობიერების თემაზე და შემდეგ ჩართვაზე ვისაუბროთ. მადლობა რეკლამაზე. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გსურთ სატელეფონო ავტომობილების მეშვეობითაც ცნობოთ მომხმარებლებს ინფორმაცია სამუშაო საათების, მიმდინარე აქციების, შიდა ნომრების ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.
შევდით ვებგვერდზე Voices-G. არჩიეთ არსებული ამოცანისთვის შესაფერი სიხმა და ანდეთ თქვენი სათქმელი პროფესიონალებს. Voices-G. იპოვე შენი ხმა. 596 366 366 ბეთმარკეტში ფასდაკლების სეზონი გრძელდება. შეიძინე ფრი სპინები, ფრიბეთები და ექსკლუზიური ბონუსები ყველაზე მარტივად. დარეგისტრირდი, გათამაში 10 ლარი და მიიღე მარკეტის 1000 ქულა საჩუქრად. ბეთმარკეტი დააჩქარე მოგება მხოლოდ ჩვენთან. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრის სპეციალურ ფასად. Toyota Vitsi, Toyota Isti, Toyota Yaris, 100 ლარი, Toyota Corolla, 120 ლარი, Toyota Prius, Toyota Camry და Toyota RAV4, 135 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2511 Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კილომეტრი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ეთერში ვართ ისევ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ. შეგახსენებთ რომ ჩვენ დღევანდელი საუბრის თემა არის პერსონალური მონაცემების დაცვის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ პირადი პერსონალური მონაცემების დაცვა და ამ მხრივ რა გამოწვევები დგას ზოგადად ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში. ჩვენი სტუმარი არის ამ თემებზე გვესაუბრება ბატონი არჩილ ჯაველიძე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და კერძოდ ის არის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ჩვენ ვისაუბრეთ აქ ცნობიერების თემაზე, ვისაუბრეთ თქვა ზოგადად GDPR-ზე, რომელიც თქვა 2 წელზე მეტია უკვე მოქმედებს მისი რეგულაციები და ცნობიერების მიმართულებებზე გავჩერეთ ამ მიმართულებით და ჩვენ კომპანიებთან დაკავშირებით საუბრობდით და აი მომართვიანობა როგორ არის თქვა ანუ ხო შეიძლება თქვა კომპანიამ თქვა რაღაცა დაარღვია ვიღაცას პერსონალური მონაცემები გასცა მის და ანუ ფლობელის ნების გარეშე და ანუ მომართვიანობა როგორ არის თქვა აი მიმართულებით. კი ბატონო, როგორც მოგეხსენებათ და სად უნდა მოვიდეს ზოგადად დაზარალებული და ვისთან შეიძლება უჩილოს აი კომპანიას და კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენი სამსახურის მთავარი მიზანი არის რომ მარტივად ვიყოთ ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის. ამისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნო რომ მაგალითად თუ პირს სურს რომ მოგვართოს ჩვენ შეუძლია Facebook-ის გვერდზე მოგწეროს შესაბამისი შეტყობინება, შეუძლია სატელეფონო კომუნიკაციის გზით მოგვაწოდოს ინფორმაცია, ჩვენთან ოფისში შეუძლია მოვიდეს. ამასთან ჩვენი ვებგვერდი არის სპეციალურად ადაპტირებული იმ კუთხით, რომ ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა შევიდეს მათ შორის ანონიმურადაც კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მოგვაწოდოს ინფორმაცია და ამას უკვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რა თქმა უნდა თავის კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის. ანუ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ მონაცემთა სუბიექტებთან იმ კუთხით, რომ არ ქონდეთ ბარიერები ჩვენთან ურთიერთობის დროს მონაცემთა სუბიექტებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის აი თქვენ ახსენეთ GDPR, ხო? GDPR-თან თქვათ ჰარმონიზაციის კუთხით ეხლა როგორც კანონი რაღაც ახალი კანონი არის ინიციირებული. კი ბატონო, GDPR-თან დაკავშირებით, მოკლედ 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციირებით პარლამენტში არის წარდგენილი ახალი კანონპროექტი, რომელიც მათ შორის არის ჩვენი ევროპელი ექსპერტების მიერ მოსაზრებებით შემუშავებული. ამ კანონპროექტის მიზანი არის უფრო მოხდეს პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებული კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება და გარდა ამისა მოგეხსენებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თავის საქმიანობის პროცესში დაუბრუნდა ის გამოცდილება და დაიდენტიფიცირებული აქვს ის ნაკლოვანებები, რაც შესაბამისად უნდა აღმოიფხვრას. ამას ემსახურება სწორედ ახალი კანონპროექტი, რომელიც არის მიმართული და წარდგენილი ჩვენ მხრიდან საქართველოს პარლამენტში. რას ცვლის ახალი კანონპროექტი, ხო? რა არის ამითი გაუმჯობესებელი? პირველ რიგში დავიწყებ მონაცემთა სუბიექტის უფლებებს. ახალი ტერმინები გაჩნდა ახალ კანონპროექტში, ეს არის თუნდაც პროფილირების შემთხვევა, ეს არის თქვათ ფსევდონიმიზაცია მონაცემთა სუბიექტის, უფრო მეტად ორიენტირებული არის ინდივიდის უფლებების დაცვაზე, მათ შორის მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს მონაცემთა დამუშავებელს და მოთხოვოს თუ ვინ არის
მონაცემთა დამუშავებელი, რა საფუძვლით ამუშავებს მონაცემებს, რა არის მონაცემების დამუშავების მიზნობრიობა. გარდა ამისა, დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაციის საჯარო სამსახურიდან ასლის გამოთხოვის შესაძლებლობას, ხოლო ახალი კანონპროექტის შესაბამისად უკვე კერძო დაწესებულებიდანაც ექნება მომხმარებელს ამის შესაძლებლობა. ვახსენე ფსევდონიმიზაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც ამ მიმართულებით რო ცვლილება შედის, ხო? მოგეხსენებათ მონაცემთა დამუშავებლები გარკვეული სახის მონაცემთა ბაზებს ამუშავებენ, შესაბამისად ინფორმაციის შენახვის დროს არ არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში მონაცემები ინახებოდეს იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემთან ერთად, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის და შესაძლებელი არის ეგრეთ წოდებული სპეციალური გასაღების გამოყენების მეშვეობით მოხდეს ფსევდონიმიზაცია და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი ისევ ერთმანეთთან დაკავშირება. ამას ითვალისწინებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებასაც. უნდა ვახსენო პროფილირების ახალი დამუშავების სახეობა, ესე რომ ვთქვათ, ამ მიმართულებითაც გამოყოფთი, რომ მონაცემთა სუბიექტს შეუძლია კომპანიას უარი უთხრას პროფილირების კუთხით მისი მონაცემების დამუშავებაზე იმ შემთხვევაში თუ სამართლებრივად და ფინანსურად მასზე ახდენს აღნიშნული ზემოქმედებას. აი მაგალითისთვის შეიძლება პირს საბანკო სესხის აღება სურდეს და იმიტომ რომ პროფილირების შედეგად კომპიუტერულად დამუშავდა მისი მონაცემები, კონკრეტული სესხი შეიძლება მასზე არ გაიცეს. შესაბამისად მონაცემთა სუბიექტს, ანუ პირს შეუძლია უთხრას კომერციულ ბანკს, რომ ამ გზით არ დამუშავდეს მისი მონაცემები და თქვათ დამუშავდეს მექანიკური საშუალებით და ისე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არასრულწლოვნების საკითხსაც. არასრულწლოვნები არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ჯგუფი და შესაბამისად მათ შორის ჩვენც არაერთ შემოწმებას ვატარებთ ამ მიმართულებით. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ შარშან ჩატარებული შემოწმებების სკოლებში, სადაც შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბევრი მათგანი ვიდეო თვალთვალს ახორციელებდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში, რაც თავისთავად დაუშვებელი არის. ასევე თქვათ პოლიკლინიკების მიმართულებითაც ჰქონდა შემოწმება. უკაცრავად ამ მხრივ თქვენ გქონდათ кейსი, როგორც მახსოვს მე. ერთ-ერთი პირველი кейსი იყო, ანუ ვიდეო თვალთვალი ხორციელდებოდა გოგონების გასახდელში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მარკეტინგული კი ბატონო, იყო ერთ-ერთი სავაჭრო ორგანიზაცია, რომელსაც გასახდელში ჰქონდა დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერა, სახელმწიფო ინსპექტორმა თავისთავად შეისწავლა, კონკრეტული მომართვა იყო და მომართვის შესაბამისად კომპანია სამართალდამღვრად იქნა ცნობილი, ვინაიდან როგორც უკვე მოგახსენეთ, კანონით დაუშვებელია ვიდეო სათვალთვალო სისტემის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც რომელიც განეკუთვნება საპირფარეშოს და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებს. ანუ არ შეიძლება მსგავს შემთხვევებში. სანქცია როგორ არის ამ მიმართულებით? სანქცია როგორც დაჯარიმდა ეს კომპანია. კი ბატონო, სანქცია არის სხვადასხვა სამართალდამღვრად შესაბამისად სხვადასხვა სანქცია აქვს. მათ შორის შეიძლება იყოს გაფრთხილება ან თანხობრივი ჯარიმა. ამ კუთხითაც შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთავარი ამოცანა არ არის რომ მხოლოდ თქვათ დაჯარიმების კუთხით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მთავარი არის ამაღლდეს ცნობიერება, ის დარღვევა გამოსწორდეს და შემდგომში მონაცემთა დამუშავებელმა შესაბამისი დავალების და რეკომენდაციის საფუძველზე გაითვალისწინოს ის მითითებები, რომელსაც უშუალოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აძლევს. ამასთან აი არასრულწლოვნების საკითხზე საუბრობდით, ახალ კანონთან მიმართებაში დავამატებდი რა იცვლება ამ მიმართულებით. პირველ რიგში მონაცემთა დამუშავებელი ვალდებული არის არასრულწლოვნებს მიაწოდოს მარტივ გასაგებ ენაზე თუ რა მიზნით აპირებს მონაცემების დამუშავებას. გარდა ამისა, არასრულწლოვნის განრიდებასთან დაკავშირებით მონაცემი გახდა განსაკუთრებული კატეგორიის, რაც მოგეხსენებათ, უფრო მაღალი სტანდარტით არის აღნიშნული მონაცემის დაცვა უზრუნველყოფილი, შესაბამისად ამ მიმართულებითაც გარკვეულად უფრო მაღალი სტანდარტი წესდება ინდივიდის უფლებების დასაცავად. რაიმე დისკომფორტს ხო არ შეუქმნის ეს ვთქვათ მომხმარებელს რაღაც აი კანონის შემოსვლასთან დაკავშირებით. იგივე ვთქვათ, ანუ როგორც ფიზიკურ პირის ანუ პიროვნებას, ის ვთქვათ კომპანიებთან დაკავშირებით როგორ იქნება ეს ყველაფერი. კი ბატონო, აი ჩვენი როგორ იმუშავებს მე ვთქვათ კანონის კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენი მიზანიც არის, როდესაც ახალი კანონპროექტი შევაცალაში, მოხდეს მისი გაცნობა მათ შორის კერძო სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. ზოგადად მე ვახსენე ცნობიერების კუთხით არაერთი შეხვედრა იმართება როგორც კერძო მიმართულებით
მიმართულებით, ასევე საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების კუთხით ეს შეხვედრები სწორად ემსახურება იმ საჭიროებების იდენტიფიცირებას, რაც მათ აქვთ და იმ გამოწვევების აღმოფხვრას, რაც რეალურად მათ თავის საქმიანობის პროცესში რეალურად აქვს. შესაბამისად, ამ ახალი კანონპროექტის ინიცირებით ჩვენ ასევე პასუხს ვსცემთ მათ მოლოდინსაც, რაც მათ რეალურად პერსონალური მონაცემების დამუშავების ჭრილში აქვთ. აი ჩვენ შევხედეთ ჯარიმების თემას. როგორც იცი, საკმაოდ ესეთი ჯარიმები საკმაოდ დაბალი ჯარიმებია საქართველოში. ამასთან დაკავშირებით როცა მსოფლიოში არის საკმაოდ დიდი მაღალი ჯარიმები. როცა თქვა ეს ჰარმონიზაცია მოხდება უკვე და კანონი იქნება მიღებული, იქ ჯარიმების თემა როგორ განისაზღვრება, იქნება ეს ევროპული სტანდარტებით ჯარიმები ჩვენთანაც, იმიტომ ცხოვრებიდან ცოტა სხვადასხვა არის. განსხვავებულია თუ როგორ? კი ბატონო, მოგეხსენებათ, როდესაც კანონი შევიდა ძალაში 2011 წელს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის იყო საკმაოდ ახალი სფერო, შესაბამისად კანონმდებელიც შეეცადა, რომ ჯარიმები განესაზღვრა იმ კუთხით, რომ ტვირთად არ დაწოლოდა შესაბამისად კერძო ბიზნესს. გამომდინარე აქედან თანხმობრივი მაგალითად ყველაზე მაღალი განმეორებით შემთხვევაში თუ პირი იქნებოდა დამრღვევი, იქნებოდა 10,000 ლარი. შესაბამისად ახალი პროექტითაც ამ მიმართულებით ცოტა ცვლილება არის, უფრო მეტი არის ჯარიმა, იმიტომ რომ გავიდა რამდენიმე წელი, შესაბამისად ცნობიერება თავისთავად ასამაღლებელი არის, თუმცა გარდა ამისა ჯარიმის გაზრდა ემსახურება პრევენციულ ხასიათსაც და ამ მიმართულებითაც საჭირო გაჩნდა, რომ მონაცემთა დამუშავებელს უფრო მეტი პასუხისგებლობით მიიღოთ მონაცემების დამუშავების პროცესში თავიანთი გადაწყვეტილებები, თქვათ, იგივე მონაცემების შეგროვების მიმართულებით, იგივე შენახვის ნაწილში ჭირდებათ თუ არა რეალურად ამ მოცულობით ინფორმაციის დამუშავება და ასე შემდეგ. ასევე მინდა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ეს არის მონაცემთა უსაფრთხოების მიმართულებით, როცა უშუალოდ დამუშავებელი, ანუ კომპანია, რომელსაც პირობითად გარკვეული ინციდენტი ექნება, ვალდებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 72 საათის განმავლობაში შეატყობინოს, რომ გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი და შესაბამისად თუ ჩათვლის მონაცემთა დამუშავებელი, რომ იმ ინფორმაციის გაჟონვა, რომელსაც ის ამუშავებდა, შეიძლება თქვათ ინდივიდებსაც მიაყენოს გარკვეული ზიანი, ამ შემთხვევაში ვალდებულება ექნება, რომ მათ შორის მონაცემთა სუბიექტებსაც ინფორმაცია მიცეს, რომ გამჟღავნება მოხდა მათი პერსონალური მონაცემების და მათაც მიიღონ გარკვეული ზომები, რომ უფრო დიდი ზიანი არ მიიღონ აღნიშნულმა პირებმა. ამ კუთხითაც გარკვეული ცვლილებები გვექნება ახალ კანონპროექტში. ძალიან კაი. ასევე დავამატებდი მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ მინდა გესაუბროთ, ეს არის. ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ კანონით ახალი კანონში, ანუ ნებისმიერ კომპანიას ავალდებულებს, რომ იყოლოს ზოგადად ორგანიზაციებს იყოლოს თავიდან მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ასე ვთქვათ, ვაკანსია თუ კანდიდატურა. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ორგანიზაციებზეც საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული დამუშავების პროცესს გულისხმობ თავისთავად. მაგალითისთვის მონაცემთა დამუშავებელი ორგანიზაცია ვალდებული არის ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მიიღოს. რას გულისხმობს ეს? პირველ რიგში ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის, კონფიდენციალურობის პოლიტიკების შემუშავება, გადამზადება შესაბამისი პირების, ასევე მნიშვნელოვანი არის საკმაოდ გავრცელებული არის მონაცემთა ბაზები, რომლებიც რეალურად აქვს სხვადასხვა კომპანიას. მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებითაც პირთა წრე იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იმ პირებს ჰქონდეთ მონაცემთა ბაზებზე წვდომა, ვისაც რეალურად საქმიანობის შესრულების პროცესში ჭირდებათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს, რომ სამსახურეობრივი მიზნით მონაცემების დამუშავება არ უნდა აერიოს დასაქმებულ პირებს არასამსახურეობრივი მიზნით მონაცემების დამუშავებაში. და ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი არის მონაცემთა დამუშავებლების როლი, რომ მათ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ და უზრუნველყონ თავიანთი თანამშრომლების ამ მიმართულებით გადამზადება. სწორედ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი უნდა იყოს ეს სხვადასხვა დაწესებულებაში.
მოგეხსენებათ გარკვეული მითითება კეთდება თუ ვის უნდა ყავდეს შესაბამისი პირი აყვანილი ამ პოზიციაზე. ეს შეიძლება იყოს კომერციული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, თქვათ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც არანაკლებ 10,000-მდე მონაცემთა სუბიექტს უწევენ მომსახურებას და ეს არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ პირმა უნდა გააკონტროლოს ორგანიზაციაში მონაცემების დამუშავების ხარისხი. რამდენად აქვს შესაბამის დაწესებულებას, აი ზომები მიღებული, რაზეც ახლა მე ვსაუბრობთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის მონაცემთა დაცვის ოფიცერი იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ ზედარგოლის მენეჯმენტთან და ამ გზით არ მოხდეს, თქვათ, ინტერესთა კონფლიქტი მის საქმიანობის პროცესში და არ უნდა იყოს, თქვათ, იერარქიულად ჩაშლილი ქვემოთ მისი თანამდებობრივი პოზიცია. ესეც არის ერთგვარი სიახლე ახალი კანონპროექტით და ამ მიმართულებითაც მონაცემთა დაცვის ოფიცერს ეკისრება ვალდებულება, რომ შესაბამისი დოკუმენტები აწარმოოს და წარმოუდგინოს გარკვეული პროცესები გაწეროს. რა თქმა უნდა გაწეროს პროტოკოლები იქნება თუ რაც იქნება. კი ბატონო, რა თქმა უნდა გაწეროს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე არის პირობითად ვიდეო თვალთვალის და აუდიო მეთვალყურეობის მიმართულებით. დღეს მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს, თქვათ, აუდიო მიმართულებით მონაცემის დამუშავების შესახებ ინფორმაციას და თქვათ ექცევა მონაცემთა დამუშავების პრინციპებში. ახალ კანონპროექტში ეს უკვე უშუალოდ იქნება გაწერილი, შესაბამისად თავის სამართლებრივი საფუძველი აქვს ამ დროს მონაცემთა დამუშავებას, ეს შეიძლება სუბიექტის თანხმობა იყოს, გარდა ამისა აუცილებელი არის, რომ ინფორმირება მოხდეს იმ პირის, ვისი აუდიო ჩაწერაც უნდა განხორციელდეს და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს მისი განხორციელება. ვიდეო თვალთვალი ვახსენეთ და ამ მიმართულებით თქვენ ალბათ ერთ პატარა შეგეკითხებით აქვე. ბიზნესი ორიენტირებულია ზოგადად მოგებაზე, ზოგადად შემოსავლებზე დამოკიდებული ყოფილი და ანუ ბიზნესი ზოგადად ნაკლებად ხარჯავს ხომ თანხას, იგი უსაფრთხოება იქნება თუ რაც იქნება. ეს თუ თქვათ რაიმე რაღაც მომგებიანი არის. ანუ ხარჯები, როგორც თქვათ, ეს ახალი კანონმდებლობით რაღაც ხარჯები ექნებათ, იმიტომ რომ უნდა შეინახოს ანუ ახალი თანამშრომელის პოზიციაში შემოსვლის უნდა შეინახოს, ასევე გარკვეული თქვათ რაღაც ცვლილებები შეიტანოს, იგივე თქვათ დიზაინი იქნება თუ რაც იქნება, რომ სტიკერები ეკასაკრავდა და ამ შემდეგ. ანუ ბიზნესის, ანუ დავალდებულება იქნება ამ მიმართულებით კანონმდებლობაში. იცით რა არის, შესაძლებელი არის მონაცემთა დაცვის ოფიცერი იყოს შეთავსებით, აუთსორსინგის გზით გულისხმობ პირმა შეიძლება შეითავსოს ეს პოზიცია, ანუ შეიძლება არ გახდეს საჭირო მაინც და მაინც ახალი კადრი აიყვანოს კომპანიამ, ანუ შეთავსებით შეიძლება იყოს ეს. თქვენ ახსენეთ ბიზნესის მიმართულებით, თქვათ, შეიძლება თუ არა გარკვეული სახის დანახარჯი გქონდეთ მათ ამ პროცესში. პირველ რიგში ხაზს გაუსვამდი, რომ უშუალოდ მონაცემთა დამუშავებლისთვის უნდა იყოს პრესტიჟი, რომ მას აქვს დაცული პერსონალური მონაცემები. შესაბამისად, როდესაც კომპანიას აქვს მიღებული შესაბამისი და სათანადო გარანტიები, მონაცემთა სუბიექტები უფრო მაღალი სანდოობით სარგებლობენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ პროცესში მე აი შეხვედრები ვახსენე მათ შორის ჩვენი რეგიონული, რაც თავისთავად ემსახურებოდა მათი მხრიდან იმ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას და სწორედ ეს იყო ჩვენი შეხვედრების მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომ პრესტიჟს მონაცემთა დამუშავება. ბატონო, ბოდიში შეგაწოდეთ, მან შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. დიდი ხანია და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით ისე და ისე ამ საკითხთან დაკავშირებით რეკლამაზე. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ჩაგვაბარე ნებისმიერი მარკის ავტომობილი Toyota ცენტრ თეგეტაში. გაიყვანე Toyota Camry 17,000 ლარამდე ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეს საქსური სასტუმრო საიდმეში. 2 პერსონაზე 2 ღამით. Toyota ცენტრი თეგეტა 2292000. უნივერსიტეტის ქუჩა ნომერი 6. ყოველ შაბათ-კვირას მხოლოდ ლიდერბეტი გთავაზობთ ყველაზე მრავალფეროვან აქციებს სპორტში, სლოტებში და კაზინოს თამაშებში. გაატარე შაბათ-კვირა ლიდერბეტზე და მიიღე უამრავი ფრიბეთები, ფრისპინები და ექსკლუზიური ბონუსები ფასდაკლებით. ლიდერბეტზე შაბათ-კვირა ყველაზე მომგებიანია. ლიდერბეტი, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბაზის ბანკი წარმოგიდგენთ გადაცემას ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. ყოველ სამშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. ლევან ქისტაურთან ერთად. კითხვები, რომლებიც არსებობს და პასუხები, რომლებიც ქმნის თქვენს ცხოვრებას. ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. FM 95 და 5.
რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ეთერში ვართ ჩვენ დავბრუნდით ისევ თემა არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მისი აქტუალობა და მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები ამიმართულები და ჩვენი სტუმარი არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბატონი არჩილ ჯაველიძე, რომელიც საკმაოდ საინტერესო თემებზე გვესაუბრება და საკმაოდ ასე ვთქვათ სიახლეებს გვაცნობს ამიმართულებით რა სიტუაცია ზოგადად სოფლიოში რა სიტუაცია იყო იგივე ვთქვათ ჩვენთან რა მიმართულებით რა ხდება და როგორ ხდება. მე ერთ პატარა შეკითხვას დაგისვამთ, ეს ეხება უცხოელების თემას, იმიტომ მართლა აქტუალურია ეს უცხოელი. ან თქვა უცხოური კომპანია ოპერირებს საქართველოში, დაერღვა მათი რაღაცა ამ მიმართულებით რაღაცა უფლებები დაერღვა რაღაცა. აი ამ თქვა უცხოელი მუშაობს, თქვა აქაურ კომპანიაში, სად ხდება ამის ანუ იმიტომ სანქციები საკმაოდ დიდია ეს ხა ევროპული სტანდარტები, თქვა და შეიძლება ქართულ კომპანიას ან აქ კომპანიას რომელიც აქ ოპერირებს, საკმაოდ დიდი სანქციები დააგესოს, სწორედ ევროპული თქვა სასამართლო იქნება თუ რაც იქნება იქ ევროპული სტანდარტები ეს და შევეხები ასევე იგივე აი მონაცემთა დაცვას თქვა ოფიცრის პოზიციაზე თქვა ან რა კვალიფიკაცია საჭირო ახალი დასაქმების თქვა საშუალება უჩნდება თქვა საერთაშორისო საქართველოში კი ბატონო მაშინ ბოლოდან დავიწყოთ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ნაწილზე თავისთავად ახალი კანონპროექტი ამ მიმართულებით არ არის შეზღუდვა, რომ აუცილებლად თქვა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი უნდა იყოს ამ პოზიციაზე დაკავების სურველი პირი, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ მას გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს მონაცემთა დაცვის მიმართულებით. ანუ გულისხმობ იმას, რომ აღნიშნული პირი უნდა იყოს ეგრეთ წოდებული შუამავალი რგოლი ორგანიზაციასა და ზედამხედველ ორგანოს შორის. შესაბამისად, გარკვეულწილად მას უნდა ჰქონდეს გარკვეული სახით გამოცდილება და შეზღუდვა რომ აუცილებლად პირობითად უნდა იყოს ან იურისტი, ან ფინანსისტი, ან ასე შემდეგ არ არის. ამ კუთხითაც თქვათ გათვალისწინებული არის ის, რომ კერძო სექტორს არ დააწვეს ეს ტვირთად და შესაბამისად არ იყოს თქვათ დაინტერესებული კონკრეტული პირის მოძიებით. ანუ ალბათ გადამზადება იქნება მათი ხო თქვენი მხრიდან ტრეინინგის ჩატარება და ბატონო იცით როგორ არის რეალურად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესებული პირებისთვის არაერთ ტრეინინგს ატარებს. მათ შორის ეხლაც შემიძლია გითხრათ პანდემიის მიუხედავად დისტანციურად ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების გადამზადება თუ მათი მხრიდან თავისთავად არის დაინტერესება. გარდა ამისა ჩვენს ვებგვერდზე არაერთი რეკომენდაცია იდება იმ თემატური საკითხების მიმართულებით რაც აქტუალური არის. ეს შეიძლება იყოს თქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით მონაცემების დამუშავებასთან, შესაძლებელი არის იყოს თქვათ ფინანსური მიმართულებით, როდესაც ბანკების მეშვეობით ხდება ჩვენი მონაცემების დამუშავება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ცნობიერების ამაღლების კუთხით არაერთი კმედითი ნაბიჯი ითქმება და თავისთავად ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრი არის, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ აი სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, წინა წელს გაცილებით მეტი თქვათ განცხადება და დაინტერესებული პირის შეტყობინება განიხილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ვიდრე მაგალითად წინა წელს, ანუ უფრო და უფრო მეტი არის მომართვიანობა წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტი პირი ანდობს თავისუფლების დაცვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და შესაბამისად უფრო და უფრო მეტი პირი იცის უკვე თუ ვის უნდა მიმართოს კონკრეტული დარღვევის არსებობის შემთხვევაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და აქ უფრო გაიზარდა. რა თქმა უნდა, აქ მინდა პატარა დაზუსტება გავაკეთო უშუალოდ მონაცემთა სუბიექტების ნაწილში. მნიშვნელოვანი არის მათი როლიც, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში გვაქვს საკმაოდ გვიანი მომართვიანობა, გულისხმობ იმას, რომ ფაქტიდან გასული არის რამდენიმე თვე და რთული არის ჩვენთვის შესაბამისი სრულყოფილი მოკვლევა ჩავატაროთ საკითხის. გარდა ამისა, მონაცემთა სუბიექტი არის უშუალოდ მონაცემის გამზიარებელი პირი. აი მაგალითად რო ავიღოთ ვებგვერდზე რეგისტრაცია. მონაცემთა სუბიექტი თავის მონაცემებს უზიარებს კონკრეტულ დამუშავებელს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ სანამ გააზიარებს თავის მონაცემებს, დააფიქრდეს და შეაფასოს რამდენად ჭირდება მას ამ მონაცემების მითითება და თქვათ შეუძლია ვებგვერდზე მოიძიოს ინფორმაცია იგივე წესები და პირობების შესახებ დარწმუნდეს ვინ არის მონაცემთა დამუშავებელი. ასევე
საკმაოდ გავრცელებული პრობლემა არის, როდესაც რეალურ ვებგვერდზე მიმსგავსებული ყალბი ვებგვერდები არის შექმნილი და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ასო არის განმასხვავებელი და მათ მიზანს წარმოადგენს კი ბატონო და მათ მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ ჩვენი მონაცემები მოიპოვონ არა მარტო ზომიერად და შემდგომ უკვე თავისი მიზნებით გამოიყენონ. ამიტომ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული უშუალოდ მონაცემთა სუბიექტებზე, მათ როლზე, უნდა დაასვან კითხვები, უნდა გაეცნონ ინფორმაცია და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნდებიან და შეაფასებენ, რომ შესაბამისი ელემენტარული ზომები მაინც აქვს ამა თუ იმ დამუშავებელს მიღებული. აი უცხოელებზე მაინც უცხოელების საკითხთან დაკავშირებით კი ბატონო, როგორც აქ ოპერირებენ რაღაცა. ანუ იგი ქართველი თუ ჩვენი საქართველოს მოქალაქე როცა მუშაობს, თქოზე უცხოეთში რომელიმე კომპანია შეიძლება. კი ბატონო, მოდით ჯერ აი შევეხოთ საქართველოში რა ხდება და შემდგომ გადავიდეთ საზღვარგარეთის მაგალითზე. ჩვეულებრივად, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე ჩამოდის საქართველოში და მისი მონაცემები მუშავდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მხრიდან, მასზე ჩვეულებრივად ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა შესახებ დაცვის კანონი, ჩვენ კანონს გულისხმობ თავისთავად და იგივე ვალდებულებები და მოთხოვნები ვრცელდება მონაცემთა დამუშავების მიმართ, როგორც თქვათ სხვა ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში. GDPR-თან დაკავშირებით ვახსენებ მის მოქმედების არეალს და შემდეგ გადავალ უკვე თქვათ თუ საქართველოს მოქალაქის მონაცემის დამუშავება ხდება საზღვარგარეთ, მოგეხსენებათ GDPR-ი ვრცელდება საქართველოსაც იმ კუთხით, თუ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ყავს წარმომადგენელი ან შესაბამისი ფილიალი ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან თუ თქვათ ევროკავშირის მოქალაქისთვის ხდება გარკვეული საქონლის და მომსახურების შეთავაზება. ამ შემთხვევაში ვრცელდება საქართველოს მონაცემთა საქართველოს ყოფ მონაცემთა დამუშავებელზე GDPR-ის არეალი და შესაბამისად ერთ-ერთი რატომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კუთხით ცნობიერება იყოს ამაღლებული სწორედ ეს გარემო არის, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი არის ჯარიმები და შესაბამისად ტვირთად რო არ დააწვეს ჩვენს კერძო სექტორს, ამიტომ მათ მნიშვნელოვანი არის პრევენციული კუთხით ეზომები მიიღოს და ამ მიმართულებითაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ვებგვერდზე არაერთი რეკომენდაცია არის თუ თამუშავის პროცესში რა ზომები უნდა მიიღონ, რა ინფორმაციას უნდა გაუფრთხილდნენ და როგორ აირიდონ შემდგომ უკვე ის გართულებები, რაც ამ პროცესის არასწორად წარმართვას შესაძლოა მოყვის. დანაკა, ჩვენ საუბრობდით შევეხეთ ასევე ცნობიერების ამაღლების რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე აი კიბერუსაფრთხოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ მომხმარებელი იუზერი, ასე ვთქვათ, იყოს დაცული და პირველ რიგში ეს კიბერჰიგიენის თემა, კიბერკულტურის თემა, რომ ვთქვათ ესები დაიცვას, რომ და აი სკოლის ასაკის ბავშვები ძალიან სენსიტიური თემაა თქვენ და და აი ამ მიმართულებით თქვა თუ გეგმავთ მომავალში რაღაცა ეხლა მომავალი თაობა არის და თქვა აუცილებელია მათ რომ ტექნოლოგიებთან და ტექნიკასთან ხშირად გაცემენ ხოლმე თავენთ ასე თქვა პერსონალურ მონაცემებს და თავენთი მშობლების და ოჯახის შესახებაც სხვა შორის პერსონალურ მონაცემებს, ანუ არა კი ბატონო, საკმაოდ საინტერესო საკითხი წამოჭერით არასწორების თემით დავიწყებ. თავისთავად ჩვენ ცხოვრობ ტექნოლოგიებია გვაქვს ჩვენს ამ მიმართულებით, არაერთ პროცესს ვაკვირდებით. ჩვენ ვებგვერდზე მათ შორის სკოლებისთვის, ანუ სკოლების მიმართულებით გულისხმობ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მათი როლი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებში. ნებად არასრულწლოვნის მონაცემების არასათანადო დამუშავება შესაძლებელი არის მათ სამომავლო განვითარებას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს. თქვათ რაღაცა ინფორმაციას გაამჟღავნებენ, გამოაკრავენ საინფორმაციო დაფაზე. როდესაც ბევრი მშობლის წინაშე ხდება კონკრეტული მოზარდის მაგალითის განხილვა. სახით დაუშვებელი არის ინფორმაციის გამჟღავნება, ისევ და ისევ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის აი სხვადასხვა ფოტოებს ავრცელებენ, მათ შორის ისე რომ
კანონიერი წარმომადგენლის, ანუ შეიძლება რამდენიმე ბავშვის სურათი განათავსონ და ამ მიმართულებით მიადგეს და სანამ გააზიარებენ რაღაც ინფორმაციას, მნიშვნელოვანია დაფიქრდნენ, რამდენად არის ის უსაფრთხოება დაცული და თქვათ თუ ამ ფოტოსურათის ადრესატები არიან მონიშნა შეიძლება გაკეთდეს როგორც საჯაროდ ყველასთვის და მხოლოდ თქვათ შეზღუდული წრისთვის, ანუ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი არის რომ მშობლებმა შეაფასონ სანამ რაღაცა ინფორმაციას თავისი არასწორობის შესახებ გაამჟღავნონ. ასევე შეიძლება თქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ხშირად არის რომ აზრს ეკითხებიან მაგალითად მშობლები ერთმანეთს და ამით თავის შვილის შესახებ გასცემენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას რომ შესაძლებელი არის არასწორობის განვითარებაზე ძალიან დიდი ამის ბევრი მაგალითია სხვადასხვა უარყოფითი გავლენა მოახდინოს და ზიანი მივაყენოთ არასწორობის, ამიტომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი არის მშობლების როლი, სკოლების როლი და თავისთავად მათი ჩართულობა ამ პროცესში. საფრთხეები საკმაოდ ბევრი არის, ზოგადად რო ვთქვათ ესე, ჩვენი დრო უკვე იწურება ასე ვთქვათ და პატარა შეჯამებისავით რო გავაკეთოთ, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა, გაუფრთხილდეთ ჩვენს პირად პერსონალურ მონაცემებს, ჩვენს პირად მონაცემებს ინტერნეტ სივრცეში, კიბერ სივრცეში, როგორც ვეძახით ასე ვთქვათ, მათ მონაცემები შეიძლება შედიოს როგორც თქვენ ბრძანეთ, იგივე ეს იქნება საბანკო რეკვიზიტები, იქნება თქვათ სადაზღვევო პოლისები, ჯანდაცვის, ანუ ჯანმრთელობის სახით ინფორმაციები და ბევრი, ანუ რაც შეეხება ასევე ჩვენ ახლობლივსაც უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიმართულებით. და პატარა რეკომენდაციასავით რომ მივცეთ აი თქვა პატარა წესები რო ჩამოუყალიბოთ რა როგორ კონკრეტულად რო თქვა რადიოსმენელმა მაიცოდეს თქვა სად როგორ და ვის მიმართონ თქვა რაღაცა თქვა დარღვევების შემთხვევაში. კი ბატონო, მოკლედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან რეკომენდაციები და უწევს ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემებს, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის მარტივად ვიყოთ ხელმისაწვდომები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, პირობითად დავიწყებ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით, დაინტერესებულ პირს შეუძლია განცხადება დაწეროს, ხელი მოვაწეროს, შემდგომ ფოტოსურათი გადაუყოს ამ განცხადებას და ამ გზით მოგვმართოს, ანუ არ არის სავალდებულო რომ მაინც და მაინც ჩვენთან ოფისში მოიტანოს, ამ გზით ვცდილობთ რომ თქვათ რეგიონული ოფისების კუთხით აღმოფხრათ ის ნაწილი, რომ თქვათ ყველა რეგიონში არ გვაქვს ჩვენი ოფისი. მოგეხსენებათ დღეის მდგომარეობით თბილისში გვაქვს 2 ოფისი, ქუთაისში გვაქვს და ასევე ბათუმში გვემატება ეხა ძალიან მალე. შესაბამისად სხვა რეგიონში ცხოვრებ პირებს შეუძლიათ უბრალოდ ელექტრონულ პოსტაზე განმოგვიგზავნონ მათ შორის, შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე შევიდნენ და იქიდან მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ადაპტირებული არის იმგვარად, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თავისი მონაცემების მითითების გარეშეც კი შეუძლია კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოს კონკრეტული დამუშავებლის შესახებ და შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე განახორციელებს უკვე საკითხის შესწავლას, მოკვლევას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. დიდი მადლობა ბატონო არჩიო, ჩვენი სტუმარი იყო არჩილ ჯაველიძე. თქვენს პირიქით საკითხიც დაინტერესებისთვის და იმედი მაქვს რომ საომავლოდ ვითანამშრომლობთ და თუ რამე საკითხი იქნება, კვლავ მზად ვართ რომ დიდი მადლობა. იმიტომ რომ ძალიან აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, მოგეთ და ამ მიმართულებით მუშაობა და გააქტიურება ძალიან გაიქნება და შევახსენებ რადიოსმენელს რომ ჩვენი სტუმარი იყო ბატონი არჩილ ჯაველიძე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. თემა კი იყო პერსონალურ მონაცემების დაცვა, მისი აქტუალობა, მნიშვნელობა და რა არსებული გამოწვევები არსებობს ზოგადად ჩვენთან და მსოფლიოში ზოგადად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მინდა წარმატებები გისურვოთ. ასევე დიდი მადლობა საინტერესო ეთერისთვის და დაინტერესებისთვის ამ საკითხით. მადლობა. მადლობა. კარგად. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cyber Talks.